განა მისთვის ვეწამეა ამდენს რომ განაშორება მეგლობა ბოლოს შენი ბაგენი ალბლებს გავდრენ მეც ალუბლები მიღვარა და შენი ბაგენი ალბლებს გავდრენ მეც ალუბლები მიღვარა და Yavis amaut koroda Armsur samod Varskola vivtova Shenagvinis Shavigavimo mighvarada chod shenagvinis peri tvaleri kota met shavigavino მიღვარდა მოდი ვარ აუცილებლად რა თქმა უნდა საით როგორ დღემ შვიდობისა ყვეთეთ რა და მე შვიდობისა ვახეთ დავასწროთ ხო ჩვენს მაყურებელს რა ხდება უი დილამ შვიდობისა მე მეორეჯერ დამემართა უკვე ეს რაღაცა მოგესალმებით ყველას ბედნიერება სიკეთე სიხარული ბედნიერი დილა სიკეთე და სიხარული ქონოდეთ დიახ ბატონო მაშინ ვუთხრათ ეს მაყურებელს უფლის წყალობა რა ის რომ მრავალმხრივი ნიჭის მქონე ქალბატონი უნდა გაგაცნოთ სიმღერა რომელიც ახლა ლაშამ შეასრულა ნესტან ტურაბელიძეს ეკუთვნის ქალბატონ ნესტანს ეკუთვნის ლექსიც რომელსაც ძალიან ცოტა ხანში ჩვენი მეგობარი ფექნუ კაფიანიძე წაგვიკითხავს მანამდე კი უფრო ახლოს გავიცნოთ ადამიანი რომელიც მუდმივად შემოქმედებით ძიებაში და წყალშია მოგესალმებით მოგესალმებით მადლობა მობრძანებისთვის დიდი პატივისცემით მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. მადლობა რომ გასწუმდეთ. და აქვე დავამატებ რომ ეს სიმღერა რომელიც ლაშემ შეასრულა ალექსანდრე საჯაიას ლექსი არის რომ ავტორის უფლება დავიცვათ. კი ბატონო, ქალბატონესთან მომეწონა. რატომ გამოარჩიეთ ლაშა და ბექნუ თქვენი სიმღერის და ლექსის შესასრულებლად? ჩვენი ფავორიტები არიან, მე მგონი ყველა ქართველისთვის და ყველასთვის საამაყო ადამიანები. ლაშას ძალიან თბილი ტემბრი აქვს. ძალიან გულითადი სითბოთი ასრულებს შემდეგ ძალიან დიდი არტისტიზმი აქვს ასევე ბექნუ პოეტური ხატოვანებით კითხულობს ყოველთვის ლექსებს და ისეთი სული შემძვრელია ყველაფერი და გულს გვიხალისებს რომ მე უკეთესი კანდიდატურია მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და არაჩვეულებრივად ასრულებენ ყოველთვის და უნდა აღნიშნო და ძალიან მიყვარხართ გულწრფელად და ჩვენს ძალიან მიყვარხართ თქვენს გარემოსოში რო ვარ ძალიან მიხარია ჩვენს ძალიან გვეხარია და ხალხულობა ამდენ ლამაზ ქალში რო არ გვიხაროდეს წარმოგიდგენია საერთოდ იცი რა არის კომპლიმენტის თქმა მინდოდა რომ რაღაცა სიმღერასთან დაკავშირებით რომ სითბოთი ავირსეთ და როგორ თბილად შეასრულე და რაღაცა მაგრამ ვერ მოვწყვიტე ქალბატონებს აი ამაშია საქმე მადლობა ძალიან საოცრება ქალბატონო ნესტან თქვენი ძირითადი პროფესია რა არის რომ მე
დავამთავრე წარჩინებით 3 ფაკულტეტი, თავიდან მუსწავლეობის, მუსიკის თეორეტიკოსის მიმართულებით, შემდეგ საკომპოზიტორო ბიძინა კვერნაძეს და ნოდარ მამისაშვილის კლასში ვიყავი საკომპოზიციო კლასში და შემდეგ კინომცოდნეობის. ოღონდ როგორც მეორადი ფაკულტეტი, იგივე კონსერვატორიის ბაზაზე. რა საინტერესო. შემდეგ ასპირანტურა წარჩინებით და ვარ ასოცირებული პროფესორი. აი ეს მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად გსდევთ ხოლო თქვენშია. დედიკო ძალიან მუსიკალურია, ესე პროფესიით ისტორიკოსია, პედაგოგი, მამა აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნაუმ გიორგიძე, ტურაბელიძე. მოკითხვა. ერთი წელია გარდამეცვალა. აი, მამიკო. დედიკო, დიდი მადლობა და მუსიკალურები არიან ორივე მამიკოც ესევე ძალიან კარგად ცეკვავდა ევროპულ ვალსებს სხვათა შორის და დედას ქსენია ჯიქიას მუსიკალური სასწავლებელი აქვს დამთავრებული მის პერიოდში. ძალიან. და მე მგონი გენეტიკურია ეს ყველაფერი. თუმცა შემდეგ უკვე რა თქმა უნდა თქვენს კი, გადავხარდით. თუ მაქსიმალური ცოდნა არ მივიღეთ, ცხადია რომ საუკეთესო სპეციალისტებად ვერ ჩამოვყალიბდებით. რა თქმა უნდა. კაპიტანესთან თქვენი აზრით რა არის საჭირო რომ საუკეთესო მუსიკალური ნიმუშები შეიქმნას? მოგეხსენებათ ისტორიულად უკვე დადგენილია რომ ის სასწავლო პროცესი რაც უნდა გაიაროს ადამიანმა ბავშვობიდან დაწყებული შემდეგ მოწიფულობის ასაკამდე თუ ეს სწავლების ეტაპი სისტემურად არ შეისწავლე ყველაფერი ის სრულყოფილი განათლების და შედეგის მიღწევა ძნელი იქნება გართულდება აი მაგალითად ქირურგი რომ იყოს საუკეთესო და არქიტექტორი ორივე არა შეუძლებლად უნდა იცოდეს ქიმია ფიზიკა ანატომია ბიოლოგია ყველა ტექნოლოგია და ასევე არის კომპოზიტორის მდგომარეობაც, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვსწავლობთ პოლიფონიას, ფორმის ანალიზს, სოლფეჯიოს, პარტიტურის კითხვას და სხვათა შორის მე გამიმართლა იმაში და ძალიან ბედნიერი ვარ ამ მხრივ, რომ თითქმის ყველა ცნობილი კომპოზიტორი მასწავლიდა სხვადასხვა საგნებს. აი მაგალითად ბატონი შოთა მილორავა მასწავლიდა პოლიფონიას, მასწავლიდა უბრალოდ ოთარ გორდელი, ზაქარია ფაილაშვილის შვილი, არაჩვეულებრივი პიროვნება და კომპოზიტორი გვასწავლიდა ასევე პოლიფონიას. უბრალოდ პოლიფონიას და კიდევ არაჩვეულებრივი კომპოზიტორია ებრაელი ბატონი რუბენ კაჟილოვი, ისიც პოლიფონიას გვასწავლიდა. არაჩვეულებრივი პედაგოგები ისა ინსტრუმენტობას გვასწავლიდა ვაჟა აზარაშვილი. და აი პროფესიას უკვე დავეუფლე ბიძინა კვერნაძესთან და ნოდარ მამისაშვილი. დასლაპარაკობ და რა ბედნიერება არის, როდესაც ესეთ ადამიანებთან ჰქონდათ შეხება. კომპოზიციას მასწავლიდა მერი დავითაშვილი. და ესეთი ჩვენი ფენომენალური კომპოზიტორები უკვე უდიდესი ბედნიერება მათთან ურთიერთობა, მეგობრობა და რა მოგცათ მათთან აი ეს მოძრო საკომპოზიტო ტექნიკა ამთვის და შევისწავლე მაქსიმალურად და ქმნის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს სტილისტურადაც განსხვავებული ერთმანეთისაგან აი როგორც კლასიკური ისე ატონალური ნაწარმოებები და ფაქტობრივად ეს ყველაფერი თუ რამეს ვაკეთებ იმ ცოდნის ბაზაზეა რაც ამ დამსახურებულმა ხალხმა მე მომცეს და თავისი წვლილი შეიტანეს ჩემს ყოველდღიურ განვითარებაში ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც რომ ძალიან გამორჩეულ ადამიანებთან მეგობრობ თოთია იოსელიანთან, ფრიდონ ხალვაშთან, ხუტა ბერულავასთან, ნოდარ ანტულაძესთან, აი ამ ადამიანებთან პიროვნებებთან ურთიერთობა მოგწევთ. ბატონი ოტია მასთან დავმეგობრით ასევე ფრიდონ ხალვაშთან, ჩვენი ოჯახი ნოდარ ანტულაძესთან და ეს ადამიანები იცით რა, სულ რომ არაფერი მოეცათ პირადად ჩემთვის. თავისთავად ისეთი ადამიანი, ისეთი მოცემულობაა, რომ ისეთ ინფორმაციულობას ატარებს შინაგანად, ზოგადად რასაც აურას უწოდებენ და ეს გენეტიკური ინფორმაციულობაც არის და შინაგანი კულტურა განვითარება რომ ეს იმდენად გავსებს შენ მე ადამიანურად ბუნებრივი თვისობრიობით რომ ეს ფაქტობრივად ფუნდამენტი ხდება შენი შემდგომი განვითარების და წინსვლის და მათთან მეგობრობა ჩემთვის ეს ძალიან დიდი სტიმული იყო იმიტომ რომ ფრიდონ ხალვაშვილის ლექსებში დავწერე სიმღერები ერთ-ერთი სიმღერა არის რატომ არ მოდიოდი ესეთი ლექსი აქვს და ვეცდები მალე ავაჟღერო ისიც ბატონო ოტიამ მომაწოდა ესეთი პიესა დრამატული განწყობილების პიესა წყლის ქალი ფანტასტიკურ სიუჟეტზე და მთხოვა რომ ნესტან იქნებ დაწერო ამ ნაწარმოებზე რამე საინტერესო მუსიკა და რა არის იცით
ერთხელ ჩემი პედაგოგი გავიგე რომ ცუდად იყო ნოდარ მამისაშვილი და მის სანახავად მივედი და სახარების უზარმაზარი წიგნი ედო წინ და კითხულობდა და რო ვკითხე რატომ ხარ ცუდად მეთქი ესეთი რაღაც მითხრა რომ დავწერე ასეთი სიმფონია კაინზე და აბელზე ეს მოგეხსენებათ ძველი ბიბლიური სიუჟეტიდან და ამ სიუჟეტმა იმდენად იმოქმედა ჩემზე უარყოფითად, იმიტომ რომ იქ რაღაც ჯოჯოხეთში მომიხდა წარმოსახვით მოგზაურობაო, იმდენად იმოქმედა, რომ სამი თვე ცუდად გავხდიო. შემეშინდა რომ ფსიქოტროპულ წამლებზე არ გადავსულიყავიო და ეს მომენტი დამამახსოვრდა და აი ბატონი ოტიას პიესა რო წავიკითხე წყლის ქალი, იქ ზღაპრო ფანტასტიკურ გმირებზეა საუბარი, ჭინკები და ესეთი რაღაცა და ეხლა მე რო ეს ჩემი პედაგოგისგან ეს სწავლება მქონდა, როგორ არის იცით კომპოზიტორი მხატვრულ სახეს რო ქმნი, შედიხარ მის სულიერ სამყაროში, წარმოსახვით რა თქმა უნდა. და ის პერსონაჟი შენ თავზე უნდა გაითავისო და აი ასეთ შემთხვევაში ქმნი უკვე ორიგინალურ მუსიკალურ მხატვრულ სახეს. და ცოტა ხნით მოვერიდი ამ ამბავს, მინდა რომ ჯერ სხვა ნაწარმოებები მოვასმინო ჩვენ საზოგადოებას და შემდეგ რთულ საკითხს. ძალიან საინტერესო და თქვენი ლექსებით და სიმღერებით თუ მონაწილეობთ ხოლმე სხვადასხვა კონცერტებში? კი, მე საერთოდ მონაწილეობა მივიღე კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზებში, სხვათა შორის ჩემი ნაწარმოებები შეასრულეს ელისაბედ მარტიროსიანმა, მიშელინა ქობალიანმა. ესენი არიან მსოფლიოში წამყვანი საოპერო სოლისტები, წარმატებით მოღვაწეობენ იტალიის საოპერო სცენებზე, გერმანიის საოპერო სცენებზე, ნოდარ ანდღულაძის აღზრდილი მოსწავლეები და შესანიშნავად შეასრულეს ჩემი რომანსები და კიდევ პოეტური სცენა. არაჩვეულებრივი, ძალიან საინტერესო არის თქვენი გაცნობა. ცირე დარბაზებშიც მონაწილეობ ხოლმე და ესეთი ძალიან საინტერესოა. ეხლა გვექნება სხვათა შორის, აი ვექნოდა ლაშა უნდა თუ ეკნებათ დრო რა თქმა უნდა 12-ში საღამო იმართება რუსაველის თეატრში და იქ სრულიად სხვა სიმღერით წავსდგებით ჩვენი მაყურებლის წინაშე. ძალიან საინტერესოა. და სხვა ლექსით რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, თუმცა ახლა ბექნოს უნდა მოусმინოთ დიდი სიამოვნებით თქვენი ლექსი უნდა დაგვეკითხოთ. სხვათა შორის ნოდარ ანდღულაძესთან წავიკითხე პირველად ლექსი. ხმა გავსინჯოთო მეგობრობდა დედასთან და არ ვიმღერებ მეთქი. აბა რა სიზამო და ლექსი წავიკითხავ მეთქი და პირველად მაშინ წავიკითხე ლექსი პატარა ვიყავ რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო. ესე იგი ახლა გავირინდებით და ვისი. ხო და ძალიან ისეთი აი როგორი ლექსია, იცით როგორც ლაშამ შეასრულა, აი თბილი სიმღერა, აი ესეთი განწყობის ლექსია, ესეთი თბილი ლექსია, მე აგერ ნაწერი მაქვს ქალბატონი ნესტანის და აი დილასაც რო შეეფერება რაღაც აი ზედმეტი არავითარი პათოსი რო არ ჭირდება, ესეთი თბილი. ვარდები ხარობენ მზის გულზე, ტკბილ სურნელს აფრქვევენ კვლავ. იები გვათრობენ სურნელით ჩვენ სიყვარულის გვწამს. ღრუბლებსაც ეწვევა მერცხალი, მისი ჭიკჭიკით კვლავ. იადონს ვინ გააჩუმებს, მისი გალობაც გვაქვს. ბახში აყვავდა ატამი, ნუშიც უმშვენებს მხარს. ყოჩი ვარდები ხარობენ, ყინული გადნა კვლავ. თაზე ჩანჩქერი ჩხრიალებს, ტალღებად მოზდევს ქარს, წვიმის წვეთებით სვარივით, გულს ეფინება კვლავ, არ შეგეშინდეს სამშობლო, როცა უფალი ყავს. ღვთისმშობლის წილხვდომილი ხარ, მტერსაც უბრმავებ თვალს, წმინდანები გვყავს ულევად, მათი ლოცვანის გვწამს. უფლის დიდებით ხარობდნენ, მადლით აღგვავსეს კვლავ. გულის სიმებში ვიპოვნეთ, სული წმინდისა ხმა. მრავალხმიანი გალობა კვლავ აჟღერდებს ცად. ღმერთო მაღალო მოგიხმობთ, შენი შვილები კვლავ. დაგულუცე და გაგვახარე, დაგვიცევ მტრისგან კვლავ. ურჯულოდ კვერთხი უგმირე, გული გაუპე კვლავ. ვისაც ქართველნი ვუყვარვართ, დალოცე გულით კვლავ. გვიყვარ ხარ ღმერთო რა გითხრათ, აბა გვითხარი სხვა. ლოცულობთ, მუდამ ლოცულობთ, შენი ერთგულნი კვლავ. თუ არ ვინ
ჩვენ შეგიყვარეთ, ვისეყვარები სხვას. არაჩვეულებრივი. ესეთი თბილი არის. არაჩვეულებრივი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა ბიჭებო თქვენც. სიამოვნება მივიღეთ ძალიან დიდი. წარმატებები და ბევრი ლექსი, ბევრი სიმღერა, ბევრი შესრულება.